მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ლუკა და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ აი ეს წიგნი, რომელიც ეხლახანს აღმოვაჩინეთ, ჩემ და სამწუხაროდ, უკვე 7 წელია არსებობს, 2018 წელს გამოიცა ეს წიგნი. გამომცემლობა ინტელექტის მიერ არის სერია აკრძალული წიგნების თაროდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს წიგნი რაღაც დროს რომელიღაცა ქვეყანაში იყო აკრძალული, კონკრეტულად ეს წიგნი აკრძალული იყო მალაიზიაში და ნიგერიაში, კოლონიალიზმის მუქ ფერებში წარმოდგენის საბაბით, მაგრამ დროთა განმავლობაში მან თავისი გავრცელება ჰპოვა, 20 მილიონზე მეტი წიგნი არის გაყიდული, 50-ზე მეტ ენაზე არის ნათარგმნი, მათ შორის გვაქვს ქართულადაც და მოდით განვიხილოთ ეს წიგნი. წიგნის ავტორი არის ნიგერიელი მწერალი ჩინუა აჩებე. ეს მწერალი დაჯილდოვდა ბუკერის პრემიით 2007 წელს, თუ არ ვცდები. შეიძლება ითქვას, რომ ეს მწერალი არის აფრიკის მთავარი მწერალი და ეს კიდე მისი მთავარი წიგნი, ასე რომ გამოდის, რომ ეს წიგნი არის აფრიკული ლიტერატურის ფლაგმანი. წიგნის სახელია ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს. წიგნში არის აღწერილი მე-19 საუკუნის მიწურულს აფრიკაში მცხოვრები ტომების, უпростоრად სოფლების ცხოვრება, ერთი კონკრეტული სოფლის მაგალითზე, მათი ადათ-წესები, მათი ცხოვრების სტილი, სარწმუნოება, სოციალურ-ეკონომიკური საკითხები და ასე შემდეგ. ამ წიგნის მნიშვნელობა იმაშია, რომ ამ წიგნით ჩვენ მოგზაურობთ სრულიად უცხო სამყაროში. იმდენად მოკლედ, მაგრამ დეტალურად არის აღწერილი ის ტრადიციები, ტრადიციათა შესრულების ფორმები, სამოსი, ერთმანეთთან ურთიერთობა, რომ თითქოს იმ სოფელში ცხოვრობ. იმ ტრადიციებში ხარ ჩართული, იმ რიტუალებში იღებ მონაწილეობას, იმ ბაზრობაზე მიდიხარ, სადაც ასე ვთქვათ, ყოველკვირეულად ან ყოველდღიურად მნიშვნელოვანი ამბების განხილვა ხდება სოფელში. იღებ ახალ ემოციებს, სრულიად სხვა სამყაროდან, ჩვენთვის დღესაც კი შეიძლება უცნობი სამყაროდან. წიგნის მთავარი პერსონაჟია ოკონკო, რომელიც არის გამოჩენილი ადამიანი სოფელში, ძალიან წარმატებული, ძლიერი მეომარი. მან ეს ყველაფერი საკუთარი შრომით და საკუთარი მიღწევებით დაიმსახურა, self-made ადამიანია სოფელში. ის არის განთქმული მეომარი, რადგან ერთ-ერთ ღონისძიებაზე მან შეძლო შეჯიბრისავით რაღაც იყო და იქ შეძლო დაამარცხა ერთ-ერთი ფავორიტი ამ ტურნირის და ხალხში მოიხვეჭა ძლიერი მეომრის და უშიშარი მეომრის სახელი, ასევე ეკონომიკურადაც არ იყო არავისზე ნაკლებად, არ იყო ჩამორჩენილი, მას საკმაოდ ძლიერი ოჯახი ჰყავდა და ქონებათ შესაბამისად დიდი მოსავალი და ასე შემდეგ. ოკონკოს საკუთარი თავის მსგავსად წარმოჩენა ძალიან მოსწონდა, რომ არის ძლიერი ეკონომიკურად შეძლებული, რადგან მას თითქოს რაღაც სტანჯავდა, რაღაც ის რცხვენოდა. ეს როგორც ჩანს შემდგომში არის მამამისი, რომელიც სოფელში არ ითვლებოდა წარჩინებულ ადამიანად, არ თვლიდნენ რომ ის ბოროტი იყო, მაგრამ მას არავითარი ჩინი არ ჰქონდა, არცაც სიტყვა არ ეთქმოდა, ქონება ხო საერთოდ არ ჰქონდა. შესაბამისად ოკონკომ მისგან ვერაფერი ვერ მიიღო და ამიტომ ბავშვობიდან უწევდა შრომა. მან თვითონ მოიხვეჭა ეს ყველაფერი და დროთა განმავლობაში თვითონვე უწევდა მამამისის რჩენა. უხეშად და უდიერად ექცეოდა სუსტ და ღარიბ ადამიანებს. თითქოს რაღაც ის რცხვენოდა და ეს მართლაც ესე იყო, მას რცხვენოდა მამის. მიუხედავად იმისა, რომ მამა არ იყო ბოროტი და ბოლოს მამა საკმაოდ ამხნევებს შვილს, მაგრამ შვილისთვის ეს გამხნევება არაფერს არ ნიშნავს, პირიქით, ნერვები ეშლება და ერთი სული აქვს, როდის მოკვდება მამა. შესაბამისად, ოკონკოს მსგავსი ტიპობა არის მამის სისუსტის გამო, რადგან ცნობილი არის, რომ სუსტი ადამიანები ქმნიან რთულ დროს, რთული დრო კი ქმნის ძლიერ ადამიანებს და ოკონკო არის ძლიერი ადამიანი. ოკონკოს ყავს საკმაოდ დიდი ოჯახი, მას ყავს 3 მეუღლე და თუ არ ვცდები 5 შვილი ან 4 შვილი.
ყოველ შემთხვევაში რომანში აქცენტი არის გაკეთებული პირველ და მეორე მეუღლეზე. მეორე მეუღლესთან მას ყავს ერთადერთი შვილი, ქალიშვილი ეზინმა, რომელიც მამას ძალიან უყვარს, მაგრამ ემოციების გამოხატვისგან თავს იკავებს, რადგან ფიქრობს, რომ ემოციების გამოხატვა, რაც სიყვარულთან არის დაკავშირებული, ქალაჩუნების საქმეა. პირველი მეუღლისგან კი ყავს 3 შვილი, 2 ვაჟი და 1 გოგონა. მისი პირველი ვაჟი არის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, სახელიც უფრო ადვილად დამახსოვრებადია, ნვოიე, რომელიც მამის თვალში დიდი კეთილგანწყობით ვერ სარგებლობს, თითქოს მამა მასში მამამის ხედავს. წიგნში ოკონკოს ხასიათს კარგად ვხედავთ მის დამოკიდებულებაში შვილებთან, მეუღლეებთან, სოფლის სხვადასხვა წევრებთან და ასე შემდეგ. ხან ვფიქრობთ, რომ ის ცუდი ადამიანი არ არის, ხან ვფიქრობთ, რომ ვაიმე მოსაბეზრებელი ადამიანია, ხან ვფიქრობთ, რომ ვაიმე რა უხეში ადამიანია. ხანდახან აღმაშფოთებელ საქმესაც კი აკეთებს, დღეისათვის აღმაშფოთებელ, ყოველ შემთხვევაში ალბათ მაშინ იმ ტომებში არ იყო ეს წარმოუდგენელი, როდესაც მაგათაც ცოლს ან ბავშვს სცემდა. ზოგიერთი დღესაც აკეთებს ჩვენში მსგავს რაღაცას და ზოგიერთს აქაც არ უკვირს ესეთი თემები. როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე, მუდმივად ყველაფერი კარგად არ მიდის. წარმატებულ ადამიანებსაც შეიძლება გადახდეთ რაიმე ცუდი. ამ სოფელში ჰქონდათ ესეთი მდედრობითი და მამრობითი დანაშაული, ხო და ოკონკოს გადახდა დედრობითი დანაშაული, ან ჩაიდინა უბრალოდ დედრობითი დანაშაული, რის შედეგადაც მას მოუწია სოფლის დატოვება 7 წლით და ამ დროს ის გადასახლდა დედამისის სოფელში. ალბათ ბევრი ჩვენგანი შეიძლება მეც ესეთ დროს, როდესაც რაღაც წარმატების მაღალ საფეხურზე ხარ, როდესაც ქვემოთ დაეშვები, შეიძლება გადაწყვიტო, რომ რაღაც მცირედი სტაბილურ საფეხურზე ახვიდე და იქ გაჩერდე, რადგან უკვე მეორედ ვერ გადაიტან ბევრის დაკარგვას, მაგრამ როგორც თქვით, ოკონკო იყო ძლიერი ადამიანი და მან პირველივე დღიდან დაიწყო შრომა, რადგან დედის სოფელში კარგად დახვდნენ. მას მიწაც გამოუყვეს, ასე ვთქვათ, სახნავსათესით, საცხოვრებელიც და ის პირველივე დღიდან შრომობდა იმისთვის, რომ თავის სოფელში დიდი დაბრუნება მოეწყო და ისევ აღედგინა თავისი სტატუსი. ოკონკო გადასახლებაშია თავის ოჯახთან ერთად და ზუსტად ამ დროს მათ სოფლებში და მიმდებარე სოფლებში ჩნდებიან ევროპელი მისიონერები, კონკრეტულად ბრიტანელები, რომლებიც იწყებენ ქრისტიანობის გავრცელებას, რაზეც ოკონკო ძალიან ნეგატიურად არის განწყობილი, თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებს ამ ყველაფერს და მათ მტრებად აღიქვამს, მაგრამ არიან სხვები სოფელში ადამიანები, რომლებიც ესე უარყოფითადაც არ აღიქვამენ, რადგან ახალი რელიგიის გავრცელების მიუხედავად ამ ყველაფერს სოფლებში მოჰყვა სავაჭრო მაღაზიები, გაჩნდა ფული და ხალხმა უფრო მეტი ეკონომიკური სიკეთის მოხვეჭა დაიწყო. მაგალითად ამ სოფელში ჰქონდათ ესეთი ტრადიცია, თუ ვინმე გააჩენდა ტყუპ შვილებს, მათ მიიყვანდნენ ტყეში და მიატოვებდნენ სასიკვდილოდ, მაგრამ ქრისტიანებმა დაიწყეს მათი შეფარება, მათი გაზრდა, აღზრდა და ასე შემდეგ. ბევრი ვისაც ტყუპი შეეძინა, ისინიც გადავიდნენ, მოექცნენ ქრისტიანულ რელიგიის ქვეშ და ამ ყველაფერს ეს ტრადიციის დამცველი ოკონკოსნაირი ადამიანები უყურებდნენ ძალიან ნეგატიურად, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს იყო მათ საქმეში ჩარევა. ერთ შეხედვით ესეც იყო და ამიტომ ოკონკოც წარმოადგენდა ამ ჯგუფს და ის ფიქრობდა, რომ მათთან ფიზიკურად უნდა ეომათ. ვერ ვიტყვით, რომ ავტორი ჩინუ აჩებე, მიუხედავად იმისა, რომ ნიგერიელია, ამ სოფლის ტრადიციების შელამაზებულად წარმოჩენას ცდილობს, რადგან უკვე ვთქვით, ტყუპი ბავშვების ტყეში მიგდების ტრადიციის აღწერა
შელამაზებად ვერ ჩაითვლება. ერთი საინტერესო დეტალი რაც არის, ეს არის მამა-შვილური ურთიერთობა. ანუ ოკონკო გახდა ისეთი, რადგან მამამისი იყო სუსტი, ის გახდა უხეში და ასე შემდეგ და ოკონკოს მთავარი ვაჟი ნვოიე შეუერთდა ქრისტიან მისიონერებს. მან შეიცვალა თავის სარწმუნოება და ოკონკოსთვის ის გახდა უბრალოდ არარაობა, თითქოს არც არსებობდა მასზე, არც საუბრობდა და იყო ჩვეულებრივი მოღალატე. ერთ დღეს, როდესაც ამ თემაზე ფიქრობდა, ცეცხლთან იჯდა, ოკონკო ფიქრობდა, რომ რატომ შეიძლება ჰყოლოდა ესეთი ვაჟი მისნაირ ადამიანს, მისნაირ ძლიერ ადამიანს და ამ აბზაცს წაგიკითხავთ, ძალიან საინტერესო არის, როცა თვითონაც მარტივად ხვდება, რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი, მაგრამ ალბათ საკუთარ თავს მაინც არ ადანაშაულებს. ოკონკოს ხშირად მოღრიალე ალს ეძახდნენ. როდესაც აბრიალებულ ცეცხლს შეხედა, თავისი მეტსახელი გაახსენდა. ის ალმოდებული ცეცხლი იყო და როგორ შეიძლებოდა ნვოიესავით ვაჟი გასჩენოდა, არარაობა და ქალაჩუნა. იქნებ სულაც არ იყო მისი შვილი. არა, ვერ იქნებოდა მისი შვილი, ცოლმა გააცურა. ჭკუას ასწავლის ცოლს. ეს ფიქრი მაშინვე განდევნა გონებიდან. მას ოკონკოს ალმოდებულ ცეცხლს ეძახდნენ, როგორ შეიძლებოდა ვაჟის ნაცვლად ქალაჩუნა ჰყოლოდა. ნვოიეს ასაკში ოკონკოს უკვე მთელ უმუოფიაში გავარდნოდა სახელი, როგორც უშიშარსა და დიდებულ მებრძოლს. უცაბედად ოკონკომ თვალები დააჭყიდა და თითქოს გონება გაუნათდა. სწორედ მოგიზგიზე ცეცხლი წარმოშობს ცივ, უსიცოცხლო ფერფლს და კიდევ ერთხელ ამოიოხრა ღრმად, თითქოს გული ამოაყოლაო. აქ ოკონკო ხვდება, რომ მისი შექმნილია მისი ვაჟი. მის გამო არის ესეთი. შეიძლება მისი შეცდომების, მაგრამ ეს ისეთი კაცია, რომელიც შეცდომებს არ აღიარებს. შვილი გაექცა მამას, საერთოდ კავშირი გაწყვიტა და ფიქრობდა, რომ დროთა განმავლობაში დედასთან და თავის დებთან და ძმებთან აუცილებლად დაბრუნდებოდა. საინტერესოა თქვენი აზრი, რამდენად მნიშვნელოვანია ტრადიციები ადამიანთა ცხოვრებაში, რამდენად მნიშვნელოვანია მათი გარკვეული ცვლილება, ფორმის ცვლილება, ან დახვეწა, გაუმჯობესება და ასე შემდეგ და თუ რამდენად აუცილებელია ტრადიციის პირად ღირსებაზე მაღლა დაყენება. თუ ეს ორი ერთმანეთს შეუპირისპირდა, ჩემის აზრით, წიგნის ბოლოს ოკონკო ამაზე პასუხს ცემს ძალიან მკაფიოდ და თუ წაიკითხავთ, მიხვდებით რა არის პასუხი, ტრადიციები თუ პირადი ღირსება. ეს წიგნი განკუთვნილია ნებისმიერი მკითხველისთვის, არ არის რაიმე წინასწარი მომზადება საჭირო, არ არის რთული ტერმინები, თუ არ ჩავთვლით სოფლის დასახელებებს, პერსონაჟების სახელებს და დღესასწაულების სახელებს, რასაც მარტივად შეეგუებით 20-25 გვერდის შემდეგ. წიგნი არის პატარა, 219 გვერდია თუ არ ვცდები, ვიზუალურად ძალიან ლამაზია. ბოლოს მინდა მადლობა ვუთხრა გამომცემლობა ინტელექტს, რომ გააკეთეს ეს წიგნი. ასევე მადლობა მის მთარგმნელს, გვანცა ჯობავას და მინდა წინასწარ მადლობა ვუთხრა, რომ ეს წიგნი მაჩუქეს.